მე ვარ ვატო სურგულაძე, თბილისელი, ვაკელი. ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი. განათლებით ვარ ექიმი. მყავს 3 შვილი, ძაღლი და ცხენი. ვიყავი სასწრაფოს ექიმი, 009-ის დამფუძნებელი და დირექტორი. კავკასიის უნივერსიტეტში დავაარსე ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლა. მე ვარ საქართველოს-რუსეთის ომის აფხაზეთში მონაწილე. 2008 წლის საქართველოს-რუსეთის ომის მონაწილე სამაჩაბლოს ტერიტორიაზე. ვიყავი როგორც სამხედრო ექიმი წასული. როდესაც ვზნობდი, რომ შეიძლება საერთოდ დაგვეკარგა ქვეყანა, სხვანაირად არ გამოვიდა. პრაქტიკულად არც ერთი დაჭრილი, რომელიც ფრონტის ხაზიდან შემოვიდა, ჩვენ არც ერთი არ დაგვეღუპა და ამაში ჩემი პატარა წვლილით შევიტანე და ეს ძალიან მიამაყენა. როდესაც ოკუპანტებმა შეუტიეს უკრაინას, ერთ თვეში ჩემი მეგობრებმა და მე გადავწყვიტეთ, რომ წავსულიყავით უკრაინაში. გამოცდილება მქონდა ომში როგორ უნდა აეწყოს სამედიცინო სამსახური. საშიშროება იყო, რომ პრაქტიკულად კიევსაც აიღებდნენ, ყოველდღე გვიწევდა ჩასვლა ბომბთა საფარში, მაგრამ ჩვენ ვამაყობდით იმით, რომ ჩვენ უკრაინულ ძმებს ვეხმარებოდით და მე ალბათ ბუნებითაც ვარ ექიმი და მიყვარს ჩემი პროფესია. როცა ვიღაცას ვეხმარები, მე მიხარია პირველ რიგში. რა ამოცანა აქვს მთავრობას და სახელმწიფოს? იმის, რომ ადამიანს ხვალინდელი დღის არ ეშინოდეს. და ამიტომაც ჩემი პროფესია ზუსტად ის არის, რომ ადამიანს დავეხმარო, მაქსიმალურად მისი ცხოვრების ხარისხი იყოს მაღალი. და ამიტომაც ექიმობა და პოლიტიკოსობა ალბათ ზუსტად ამაშია ერთად, რომ ადამიანს არ ეშინოდეს ცხოვრების, არ ეშინოდეს ავად გახტომის, არ ეშინოდეს პენსიაზე გასვლის და არ ეშინოდეს თავის შვილების მომავლის.